ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე. წარმოგიდგენთ რადიო გრუნისა და კლინიკა პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ერთობლივ პროექტს გრუნიმედი. გადაცემას უძღვება ქირურგი პროფესორი გია თომაძე. გაეცანით თანამედროვე მედიცინის სიახლეებს, მიიღეთ კომპეტენტური რჩევები და აღმოაჩინეთ ჯანსაღი ცხოვრების მარტივი გზები. ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე სამედიცინო გადაცემა გრუნიმედი. თქვენი გზა ჯანმრთელობისაკენ. მოგესალმებით, თვითფასო მსმენელებო და მაყურებლებო. ვაგრძელებთ რადიო გრუნის სამედიცინო გადაცემას სახელწოდებით გრუნიმედი, რომელსაც წარუძღვები მე, ექიმი გია თომაძე. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა გახლავთ შარდ-კენჭოვანი დაავადება. ეს დაავადება ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს ფიცში არის ნახსენები სხვათა შორის. მის ერთ-ერთ ვარიანტში პირდაპირ მითითებულია, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაუკეთებ ოპერაციას პაციენტს, რომელიც დაავადებულია კენჭებით და ამ დაავადებას მსხვილ სპეციალურ ოსტატ ადამიანებს. და ვინ თუ არა ჩვენი დღევანდელი მოწვეული ქირურგი, უროლოგი უნდა ყოფილიყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ დღეს მოწვეული გვყავს პროფესორი გიორგი ბოჭორიშვილი, უროლოგი, ონკოუროლოგი, ბავშვთა უროლოგი, მომართალია. იგი გახლავთ ევროპის უროლოგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის წევრი და საქართველოს მამაკაცის ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი. მას არაერთ ქვეყანაში აქვს დაკითხული ლექციები უროლოგიის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც ქართულად ჩვენ დღეს შევეხებით. ასეთი ქვეყნები იყო, სადაც მან როგორც სტაჟირება გაიარა, ისე ლექციებიც აიკითხა: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, გერმანია, დანია, ინგლისი და ასე შემდეგ. ბატონო გოგი, უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა მოგხსენოთ იმისათვის, რომ თქვენი დაკრიტული დღიდან გამომდინარე მოძებნეთ დრო, რომ ჩვენს გადაცემაში მიიღოთ მონაწილეობა. მინდა გითხრათ, ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი პრინციპი გახლავთ ის, რომ უნდა გამოვიყენოთ ნაკლები სამედიცინო ტერმინები და უნდა გამოვიყენოთ ის სიტყვები, რომელიც გასაგები იქნება მოსახლეობის ფართო მასებისათვის. აი მაგალითად, ურეთეროლითიაზი, ლითოტრიფსია, დაუგებარია. ამიტომ უნდა თქვათ ეს მათთვის გასაგები. ჩვეულებრივი მოსახლეობისათვის გასაგები ენაზე ან განმარტოთ თუ აუცილებელია. უპირველეს ყოვლისა და პირველი შეკითხვა, რომელიც მინდა დაგისვათ, გახლავთ ის, რომ რას წარმოადგენს შარდ-კენჭოვანი დაავადება და რატომ ვითარდება ეს? უპირველეს ყოვლისა მადლობა მოწვევისთვის, ბატონო გია. ძალიან სასიამოვნო სტუდიაში ვარ. მე მინდა გითხრათ, რომ შარდ-კენჭოვანი დაავადება თქვენ სწორად დანეთ, ოდითგანვე არის ცნობილი. სხვა შორის ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით ეხლავე გეტყვით. ერთი ქართველი უროლოგი იცავდა გვარს და სახელს არ გეტყვით და შარდსატვეთშიო ქვიშნის ხელა კენჭი იყო. ხო და უთხრეს ქვიშნა რა არისო კაცო? ალუბალიო, არა, ქვიშნა ქვია მაგასო. ასე რომ ის ქვიშნა უფრო გასაგები იქნებოდა ალბათ იმ კუთხის მსმენელებისთვის, ვისთვისაც მან ეს იხმარა. ეს ისე ხუმრობით. რაც შეეხება შარდ-კენჭოვან დაავადებას, მისი ეტიოლოგია დღემდე ცნობილი არ არის. ძალიან ბევრი თეორიაა. მათ შორის არის მატრიცული თეორია, ანუ რაღაც ნალექების დალექვის გენეტიკური თეორია, არის სხვადასხვა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად განვითარებული კენჭები, სითხის მიღების შემცირების შედეგად განვითარებული კენჭები,
ძალიან დიდია, როგორც გითხარით, გენეტიკური ფაქტორის როლი და მემკვიდრეობითი კენჭები ძალიან ბევრია. მაგრამ თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ მე როცა სამეცნიერო საქმიანობას ვიწყებდი, მაშინ ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავდით უზარმაზარ კენჭებს და ხვდებოდა ასეთი პაციენტები მრავლობითი კენჭებით, ეგრეთ წოდებული მარჯნისებრი ფორმის კენჭებით, რომელიც დღეს ფაქტიურად თითქმის აღარ არსებობს. და ამის ახსნაც ალბათ შეიძლება იმაში ვეძიოთ, რომ დიაგნოსტიკა დაიხვეწა და ნაადრევი გამოვლენა ამ მდგომარეობისა გახდა უფრო შესაძლებელი. გასაგებია. ბატონო გიორგი, როგორია თქვენთან შეხვედრის წინ განვიახლე ჩემი ცოდნა და გადავხედე ლიტერატურას და არსებული ინფორმაციით ყოველი 10 ადამიანიდან ერთ თურმე შეიძლება თავისი ცხოვრების განმავლობაში გამოულინდეს შარტკენჭოვანი დაავადება და არსებობს ასეთი სტატისტიკა, რომ 1-დან 20%-მდე შემთხვევაში შეიძლება მოსახლეობას კონდეს ეს დაავადება. და კიდევ საინტერესო ფაქტია ასეთი, რომ ეს ასეთი დაავადება უფრო ხშირია მაღალ განვითარებულ ქვეყნებში. ისეთი როგორც არის ამერიკა, კანადა, ევროპის, დასავლეთ ევროპის ქვეყნები. მაინტერესებს ამ კუთხით როგორია საქართველოს მდგომარეობა? არა ეკონომიურად, არამედ უროლოგიური თვალსაზრისით. გასაგებია. საინტერესო კითხვაა და მაგაზე საინტერესო პასუხი არის თქვათ შერეკილებში. გახსოვთ, რომ პრაცი ჩვენც გვაქვსო და ნუღარ ხო, მაგას ნუ გამოიმწვანეებოდა. ის რომ თქვათ ჩვენს რაციონში, კვების რაციონში ჭარბობს უფრო აი ესეთი მცენარეული საკვები, ხალი და თქვათ ნაკლები არის, თქვათ დასავლეთ გულისხმობ, დასავლეთ საქართველოს. იქ უფრო ნაკლებია, თქვათ ხორცის მოხმარება, ვიდრე აღმოსავლეთში, კახეთში, თქვათ. ამაზე სხვა შორის ერთ ჩვენს ექიმს ნიკოლოზ ბუთლიაშვილს ხონა თავის დისერტაცია დაწერა დისერტაცია სწორედ შარტკენჭოვანი დაავადების გავრცელებაზე და იქ იყო ლაპარაკი სწორედ უფრო მეტ და მაღალ განვითარებაზე შარტკენჭოვანი დაავადებისა აღმოსავლეთ საქართველოში დასავლეთთან შედარებით, სადაც უფრო ჭარბობს თქვათ აი მცენარეული საკვები. რაც შეეხება სწორედ მაღალი განვითარების ქვეყნებში, ძალიან მაღალია ეს თქვათ დანიაში, ფინეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ საკმაოდ ჩამორჩებით და ეს კარგია. რაც შეეხება პრევალირებას, ანუ სიხშირეს, გავრცელებას, კაცებში უფრო ხშირია. პროცენტულად 67%-მდე არის ეს უფრო ხშირად მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. ასაკს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ბავშვებშიც ისეთივე ხშირად არის, როგორც თქვათ, მოზრდილებში. და გამოვლინების მხრივაც აბსოლუტურად განსხვავებული გამოვლენება აქვს ბავშვებში. მუცლის ტკივილით არის ესა. და ამიტომ დიფერენცირებული დიაგნოსტიკა უნდა გატარდეს, რომ არ შეგვეშალოს, თქვათ, მწვავე მუცელთან. სხვა შორის ამაზე მახსოვს, მაშინ არ იყო, იცით, აი ჩვენ რო სადღაც 70-იან წლებში ეხოსკოპია პრაქტიკულად არ კეთდებოდა და ახალ პირველ ნაბიჯებს გამდა ეხოსკოპია. იყო რენტგენი, ხოლო და რენტგენოლოგიური გამოკვლევები. და ჩვენი ძალიან ხშირად ყავდა პაციენტები აპენდექტომია უკეთდებოდათ მწვავე მუცლის გამო, ჭეა გადა ნაწლავის ანთების გამო უკეთდებოდათ აპენდიქსის ამოკვეთა და მეორე დღეს ან იმავე საღამოს ეწებოდათ ის ტკივილი, რის გამოც გაუკეთდათ ეს ოპერაცია და მახსოვს რეტროსპექტიული კვლევა ჩავატარეთ და შარდის ანალიზის საფუძველზე და
თქვათ ანამნეზის საფუძველზე, ანუ დაავადების ისტორიის საფუძველზე შევიმუშავეთ ალგორითმი. გარკვეული, ესე იგი ეს ახლა მეცნიერება ამას რო ვიხსენებ, იმიტომ რომ მაშინ არანაირი დიფერენციული დიაგნოსტიკა არ კეთდებოდა სხვა პათოლოგიებთან, იმიტომ რომ კვლევის მეთოდებით ვიყავით შეზღუდულები. დღეს ეს რასაკვირველია პირველ ნაბიჯს, რასაც ვდგავთ, ეს არის დიაგნოსტიკა, კერძოდ უპირველეს ყოვლისა შარდს ანალიზი და ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვასხვაოთ, ეს არის მწვავემუცელი თუ ეს არის შარდსაწვეთის ჭვალი თუ თირკმლის ჭვალი. საშუალებას მე როცა ლექციას ვკითხავ ხოლმე ქირურგიაში სტუდენტებს, ყოველთვის ვეუბნები, რომ ერთ-ერთი დაავადება, რასთანაც უნდა გავატაროთ დიფერენციალური დიაგნოსტიკა, აპენდიქსიტის შემთხვევაში ეს არის შარდსაწვეთში კენჭის გავლა. იმიტომ რომ თავიდან როცა კენჭი დაიზურება თირკმელიდან, ტკივილი არის წელის არეში, მაგრამ მე როცა კენჭი უახლოვდება შარდის ბუშტს, აი მაშინ უკვე თეზოს ფოსოშია ტკივილი. და საკმაოდ ძნელი რჩევია, რა თქმა უნდა, ახლა დღევანდელი გამოკვლევის მეთოდები ამაში გვეხმარება. სხვა შორის თქვენ ბრძანეთ ყველა ასაკშიაო, მართალია ყველა ასაკში არის ეს დაავადება, შარდკენჭოვანი დაავადება, მაგრამ გარკვეული პიკები ყოფილა. თორსა აღწერილია, რომ ბავშვთა ასაკში ამ დაავადების პიკი არის 3 წლის ასაკში, როცა არის, მოზრდილთა ასაკში 60 წლის როცა არის ადამიანი. ახალგაზრდა ეგეც ახლა ესე გადაჭრით მტკიცება იმისა, რომ 60 წელს ზემოთ აქვთ პაციენტებს, თქვათ, შარდკენჭოვანი დაავადება, ჩვენი სტატისტიკა სხვას ამბობს. და არა მარტო ჩვენი, მე არ გულისხმობ ერთი კლინიკის ან საქართველოს სტატისტიკა, არამედ ყველა ასაკოვან ჯგუფში არის. და ცხოვრების წესის შეცვლამ განაპირობა ძალიან ბევრი რამ. ახალგაზრდებში რატომ მოიმატა, იცით? ძალიან ხშირად არიან გადასული ამ ეგრეთ წოდებულ აი ამ ჩიპსებზე და რაღაც უცნაურ საკვებზე წყალს ნაკლებად მიირთმევენ და ფაქტიურად ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ ძალიან მოიმატა აი ამ ასაკოვან ჯგუფში 30 წლამდე შარდკენჭოვანმა დაავადებამ, ძალიან პატარა, რაც უფრო პატარაა კენჭი, ის უფრო მეტ ტკივილს იძლევა, იმიტომ რომ დიდი მარჯნისებრი კენჭი და კენჭი, რომელიც ავსებს თლიანად მეჩფიალოვან სისტემას, ის არ მოძრაობს და არანაირ ტკივილს არ იძლევა, ის უბრალოდ გამოიხატება, ვთქვათ, შარდში ცვლილებების არსებობით, შარდის ფერშეცვლით და კრუხასიათის ტკივილით, რომლის გამოც იძახის პაციენტი ხშირად ყოფილა, რომ რადიკულიტი მაქვს და ამ წელის ტკივილის გამო ხან ნევროპათოლოგთან მიდის, ისიც დაუნიშნავს რაღაც ტკივილ დამაყუჩებელს და ეს ტკივილი არ იხსნება და სხვა შორის მაგასთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ისაა კიდევ, რომ აი თქვენ წეხა რომ ბრძანეთ, რომ მიგრაცია როცა ხდება კენჭის, ანუ გადაადგილება, ძირითადად მაინც იმ ბოქვენზე იმის ბოქვენის ფოსოში რო არის, თქვათ, ჩასული და იმ მიდამოში საზარდულის მიდამოში რო არის კენჭი, ტკივილს აღნიშნავენ, რომ აქვთ ზემოთ. და მე ყოველთვის ვცდილობ, რომ რაღაცნაირად შედარება გავაკეთო თუ ქალბატონია ის უფრო ადვილად იგებს სამზარეულოში, ნიჟარაში რაღაცა რომ გაგეჭედებათ. იქ წყალი არ გადის და როგორ ხვდებით? ნუ არ გადესო. რამდენიც რაღაცას გარეცხავთ, ის უფრო ჭუჭყიანი ხდება, ხო? ის წყალი. შესაბამისად ეს აპირობებს მე იქ შემცირებას, ტკივილს, რაღაცებს და მე რაც გავაკეთებ, ნუ რაც გავაკეთებო და დავშლიოთ. დაშლამდე რაღაცას იზამ, ხო შეეცდები რომ იმას და სპეციალური გუშით გაიტანო ეს დაბრკოლება, რომელიც არსებობს. ხა ასეთი გუშით ადამიანს ვერ იმას იზამ, ხო? ამიტომ ამ გუშის ფუნქციას ასრულებს რა დიდი ჭარბი რაოდენობით სითხე, რომელიც ამას უცებ გაიტანს და გამოვა ის კენჭი, რომელიც არის პატარა ზომის ხასაკურები. და ქალებში უფრო ადვილად იბადება, იმიტომ რომ ეს თავის დროზე
ამაზე კვლევებიც ჰქონდა. დაკავშირებულია დედათა წესთან, ანუ მენსტრუალურ ციკლთან. და ახალი მენსტრუალური ციკლის მოსვლის წინ პროგესტერონის დონე მატულობს ჩვეულებრივად სისხლში. და პროგესტერონის ანუ ქალის სასქესო ჰორმონი ერთ-ერთი და ეს აპირობებს შარცაწვეთის გაფართოებას და ის ხდება როგორც როგორ გითხრათ, ორჯერ და სამჯერ ფართოვდება. და ასე დროს ადვილად იბადება კენჭი. ზეგებია. ამიტომ ხანდახან პროგესტერონსაც უკეთებდნენ ხოლმე ძველ დროში, იმისაც რომ კენჭი დაებადა ადამიანს. ბატონო გიორგი, თქვენ გარკვეულად ახსენეთ ეს, მაგრამ მე მინდა მოსახლეობისათვის გასაგებად თქვა. მართლაც ხშირად ყოფილა, რომ პაციენტს უთქვია, რომ აი თქვა რადიკული ტიმაქს, ელიმტკივა და ასე შემდეგ. რა არის ის ძირითადი სიმპტომები, რომელსაც უნდა მიაქციოს ყურადღება ადამიანმა და მიიტანოს ეჭვი, რომ ეს არ არის რადიკულიტი, ეს არ არის სხვა რამე, ეს უნდა იყოს ძირკმელი. იცით, უპირველეს ყოვლისა ეს ტკივილის ხასიათი. ტკივილი, თქვათ, იგივე რადიკულარული ხასიათის ტკივილი, ანუ ტკივილი, რომელიც არის დაკავშირებული ხერხემალთან, ნევროლოგიური ხასიათის ტკივილი. ამ ტკივილის დროს პაციენტმა შეიძლება მონახოს პოზა. ამ მდგომარეობა, რომელშიაც ტკივილი აღარ აწუხებს, ანუ ისე დაჭდა, ისე დაწვა, აღარ გაინძრა. შარდსაწვეთში გაჭედილი კენჭის დროს წარმოუდგენელია, რომ პაციენტმა იპოვოს პოზა. ანუ ტკივილი იმდენად ინტენსიური ხასიათისაა, რომ მისი ტკივილდადუნება ხანდახან ვერ ხერხდება და ამისთვის საჭიროა რაღაც უფრო აქტიური ჩარევა. ეს არის პირველი. მეორე, თუ ამას თან ახლავს ტკივილს შარდისფერ შეცვლა, იმიტომ გადაადგილების დროს ეს ხორკლიანი წარმონაქმნი, რომელიც გადაადგილდება საშარდე გზებში, იწვევს ლორწოვანის დაზიანებას და ფერშეცვლას შარდისას. და მესამე, ალბათ, როცა ეს საკმაოდ მძიმე ჩვენ ობსტრუქციას ვეძახით, ბლოკირებას შარდსაწვეთისას, იწვევს, ამას შეიძლება მოყვეს ტემპერატურა, შემცირნებით, მაღალი ტემპერატურა, რომლის დროსაც პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. და საერთოდ ასეთი ტკივილის დიფერენცირებისთვის ეს აღარ წარმოადგენს პრობლემას, რომ სამეცნიერო დაწესებულებას მიმართოს და გამოკვლევა ჩაეტაროს. გასაგები. აი სწორედ მაგასთან დაკავშირებით არის ჩემი შემდეგი შეკითხვა. აი როგორ ხდება აი ამ საბოლოოდ ამის დიაგნოსტიკა, რა არის ის ძირითადი მეთოდი, რომელიც უნდა ჩაეტაროს პაციენტმა იმისათვის, რომ დარწმუნდეს, რომ აქ არის ნამდვილად უროლოგიური პათოლოგია, ნამდვილად არის კენჭი, თქვათ და კიდევ აქვე მინდოდა მეთქვა, რომ მკურნალობა ამ შარდკენჭოვანი დაავადებისა არის კონსერვატული, ანუ არაოპერაციული, მედიკამენტოზური და ოპერაციული. აი ეს მინდა რომ თქვენ გითხრათ, რომ როდის შეიძლება მედიკამენტური მკურნალობა და როდის უნდა ითქვას, რომ უკვე მედიკამენტური მკურნალობას არ აქვს. ზომებს აქვს კენჭისას მნიშვნელობა. ესე იგი, როცა უპირველეს ყოვლისა დიაგნოსტიკა. დიაგნოსტიკა გულისხმობს შარდის საერთო ანალიზს, სისხლის საერთო ანალიზს, კრეატინის შეფასებას და აუცილებლად ეხოსკოპიურ კვლევას. მაგრამ ეს ყველაფერი ან თანმიმდევრობა, ან ამის სრულად შესასრულებელია თუ არა სისხლის ანალიზის ყველა გამოკვლევა სისხლისა, ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. ექიმმა. და შემდეგ დგება საკითხი, თუ ეს აუცილებელია, ჩვენ ვაკეთებთ სხვა რადიოლოგიურ კვლევასაც, მე გულისხმობ რენტგენოლოგიურ კვლევას ან კომპიუტერულ ტომოგრაფიულ კვლევას. ესე იგი, ეხლა ყველაფერი იცით თქვენ, ბატონო, ეგრეთ წოდებული გაიდლაინებით, ანუ სამკვლევებით არის რეკომენდირებული.
ეხლა გზამკვლევი არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად შესაძლებელია. ეს არის რეკომენდაცია, ეს არის რჩევა, რომელიც ხშირ შემთხვევაში და ძალიან ხშირ შემთხვევაში არის გასათვალისწინებელი და მისაღები. ამ კვლევების მიხედვით მაგალითად პაციენტს პირველ ეტაპზე უკეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით. ეხლა ეს ხანდახან ყველა კლინიკაში, თქვათ რაიონის პირობებში ხანდახან შეუძლებელია ამის გაკეთება, შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ინტერპრეტაცია უნდა იყოს მე ამისი სწორად შეფასებული. ანუ სწორად უნდა იყოს გაშიფრული ის კვლევა, რაც სტარდება. და მკურნალობაც ამაზეა დამოკიდებული. თუ კენჭის ზომა 4 მმ-ზე მცირეა, ეს შეიძლება კონსერვატიული მკურნალობით, სპაზმოლიტიკებით, სხვადასხვა საშუალებებით, მედიკამენტებს და იმებს ნუ ჩამოთვლით, იმიტომ რომ ჩვენ პაციენტებს ისედაც უყვართ, ისა რა ქვია, რა იმაში გაიგონებენ, თქვათ, სამაშრომლო ტაქსში, ან რიგში, ამის მკურნალობა, იმის მკურნალობა და იწერენ მერე და ამიტომ ჩვენ ამას ნუ წავახალისებთ. მაგრამ აუცილებელი არის ისეთი რამ, რომ თუ ეს 4 მმ-ზე მეტია კენჭი, ალბათობა მის დაბადების მცირდება, რაც უფრო იზრდება კენჭის ზომა. იმიტომ რომ შარცაწვეთის გამავლობა სადღაც 7-8 მმ-ია, რაც შეშუპების პირობებში შესაძლებელია ამ კენჭის მოძრაობისას ვერ მოხერხდეს გამოძიება, ამიტომ აუცილებელია უკვე მერე მკურნალობის სხვა მეთოდების ჩართვა. ეხლა სხვა მეთოდებიდან დღეს ჩვენ პრაქტიკულად ყველანაირ მეთოდს ვფლობთ კენჭის დაშლას. ეს თავის დროზე 1980 წელს ჩოსი მოაწოდა. ჯერ ძაღლებში 65 ძაღლს ჩაუტარეს ესეთი ისა, შემდეგ ადამიანებზე და დღეს უკვე მილიონობით ადამიანს ჩაუტარდა ამგვარი მკურნალობა. დარტყმით ტალღით, რომელიც არის ელექტრომაგნიტური დარტყმით ტალღა. ჩვენ ხშირად მოდიან ხოლმე და იცით თქვენ ახლა თავის დროზე აზიმოვის ის რო იყო გარინის ჰიპერბოლოიდი გახსოვთ ხო? სადაც ლაზერის სხივი გამოიყენებოდა, დღეს რობოტიან გეკითხება ლაზერით მივმტვრევთ. წარმოიდგინე ახლა ლაზერით არ ვამტვრევთ. ეს არის სხვადასხვა ტალღა, ეს არის ელექტროჰიდრავლიკური, ელექტრომაგნიტური დარტყმით ტალღა, პიეზოელექტრული, ნუ ეს ტერმინოლოგიურად განსხვავებული მეთოდებია. ეს ორი მეთოდი, მაგალითად ელექტრომაგნიტური და პიეზოელექტრული, ჩვენ გვაქვს და ამით წარმატებით ყოველდღიურად რამოდენიმე 10 პაციენტს ვერ ვიტყვი, მაგრამ 7-8 პაციენტი თითქმის ყოველდღე გვაქვს, ვისაც უმტვრევთ კენჭს. და იქ ფასდება, რამდენად არის აქ შესაძლებელი რომ დაიმტვრევს კენჭი, თუ უნდა გაკეთდეს დებლოკირება შარცაწვეთის, ანუ განიტვირთოს შარცაწვეთი, ჩაიდგას სტენტი და ჩატარდეს მკურნალობა უკვე, მაგრამ ის უკვე ნარკოზით კეთდება, ეგრეთ წოდებული ურეტერო რენოსკოპია. ესე იგი, სპეციალური საშუალებებია, რომელშია შედის სხვა შორის ლაზერი. აი ლაზერი იმას შედის. და უშუალო კონტაქტური დამტვრევა ხდება ამ კენჭისა და ამას ხედავ პირდაპირ. მაგრამ ეს რას კურელია იმით კეთდება ნარკოზით. და ერთი რამ უნდა გითხრათ, რომ ღია წესით ოპერაცია უკვე აღარ კეთდება. საერთოდ არ კეთდება. ანუ ის, რაზე ჩვენ გავიზარდეთ. და იმდენი პაციენტია, რომელთანაც თქვათ 5-6 მმ-იანი, სანტიმეტრიანი კენჭის გამო უმახინჯესი ოპერაცია გავკეთებია განაკვეთით და ამ დროს ის შეიძლებოდა, მაშინ არ არსებობდა ესეთ მკურნალობის მეთოდები, რომელსაც არაინვაზიური, ესე იგი ავადმყოფის ჯანმრთელობისათვის უვნებელი. ნაკლებად
მიუნეული ნაკლებად ტრამული. ტრამული მეთოდი ხო. აი ასეთი მკურნალობის მეთოდები. და რაც თავარია, არსებობს კიდევ დღეს საშუალებები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ექიმმა გადაწყვიტოს. როცა შესაძლებელია კენჭი დაიშალოს სპეციალური საშუალებებით. და ამგვარი კენჭების დაშლა ხდება, ურატული კენჭების დაშლა ხდება. და ეს არის კენჭები, რომელიც რენტგენზე არ მოჩანს. და ასეთი კენჭების პროცენტული რიცხვი არც ისე მცირეა და განსაკუთრებით ხშირია ეს, თქვათ, დიაბეტია პაციენტებში. დიაბეტი არის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, თქვათ, შარდგენჭოვან დაავადების განვითარების. ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა, დიდი ხანია არსებობს და ნაცადია ეგრეთ წოდებული ხალხური მედიცინა. და მე ვთქვათ, ჩემი ამ ექიმობის პერიოდში ძალიან ბევრი გამიგია ექიმი გვარების მახსოვს, აი ბურჯულაზე მაგალითად. მე მეგონა თქვენ გვარს არ ახსენებთ. ხო, არა, ნუ ახლა ეს როგორც წამლის სახელი ისეა. როგორც რაჭველა. აი თუ არის თქვენი გადასახედიდან უკვე აი ამ ხალხური წამლები გამართლებული ისე რომ დღესაც არის გასაკვირველია, გამართლებულია, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვეუბნებით პაციენტებს, რომ ერთ-ერთი აი თქვენ გაიგიათ და გახსოვთ ჩვენ სკოლიდან გახსოვთ ყველას კარლ ლინეი. ლინეი ხო, რომელმაც თქვათ რიგი შემოგვთავაზა აი განვითარებისა ამ ძუძუმწოვრების. კარლ ლინეის ჰქონდა პრობლემები, მე-18 საუკუნე იყო, მე თუ არ ვცდები, პრობლემები კენჭების გამო ის აძევებდა კენჭებს და ერთ-ერთი საშუალება, რომელიც მას ეხმარებოდა, ამაში იყო მარწყვი წვენი, რომელსაც აქვს გამოხატული ეფექტი, თქვათ, აი ამ კენჭის გამოძევებისა. სოდა ელემენტარული, ჩვეულებრივი სოდა. მე 1000-ნაირი ვთქვათ ბალახები, რომელიც გამოიყენება როგორც ჩარდენები. აი სხვა შორის იცით ეს რომ ერთი და იგივე ტიპის მედიკამენტები ინიშნებოდა, ვთქვათ. და მთავარი პრინციპი იყო ის, რომ უნდა გამოძევებულიყო გაზრდილიყო შარდის გამოყოფა. შარდის გამოყოფის გასაძლიერებლად მოწოდებული ეს ბალახები და ათასაშუალები, ეხლა იმაში იადიგარ დაუცში უამრავი საშუალებაა ჩამოთვლილი, მაგრამ ძალიან ბევრის უბრალოდ სახელიც არ ვიცით ჩვენ თორე. ეს ყოველთვის გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება და ამითი პაციენტი არაფერს არ კარგავს. თუმცა უნდა იყოს სწორად შეფასებული, რამდენად შეიძლება მარჯისებრი კენჭის დროს ახლა მან იტაროს ესეთი მკურნალობა, რაც აბსოლუტურად გაუმართლებელი იქნება. არაერთხელ უკითხია პაციენტს, რომ აი მქონდა კენჭის გავლა, დაუგადე კენჭი და როგორ უნდა მოიქცე, რომ მე აღარ დამემართოს. კი ბატონო, უბრალოდ კეთდება სპეციალური სპექტროგრაფიული ანალიზი. ფიზიკურ ტერმინია. ესე იგი, შემადგენლობის შესაფასებელი საშუალებაა, რომლითაც შეიძლება ზუსტად ითქვას, რა არის უპირატესად ამ კენჭში, რა შემადგენელია. ოქსალატური, ფოსფატური, ანუ სხვადასხვა შემადგენლობის არის კენჭები. ურატული და შესაბამისად აქედან შეიძლება ურჩიო მას, თქვათ, კვების რეჟიმი. აი მაგალითად, როცა არის ურატული კენჭები, ანუ შარდჟავა კენჭები, რაც პურინული ცვლის დარღვევით არის გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში პაციენტმა არ უნდა მიიღოს ესეთი რაღაცები, როგორც არის ხორცის ნახარშები, ხორცის ბულიონები, ხაში, აი აფაზე გაკეთებული, რა ჩვენ გვიყვარს გემრიელი რაღაცები, აი ხო, აი გვიძლი და რაღაცები, ეს არის პირდაპირ კატასტროფულად სახიფათო ამ პაციენტისთვის.
ისპანახი, მაგალითად ოქსალატური კენჭების დროს. ანუ ეს ყველაფერი არის განსაზღვრული და სხვა შორის როცა პაციენტები მოდიან და თუ ისინი ასეთ ანალიზს იკეთებენ, ჩვენ შესაბამისი ჩამონათვალი გვაქვს. რა უნდა შეიზღუდოს, რა უნდა აიგრძალოს. ეს იმ შემთხვევაში თუ მას უკვე ქონდა მისი გამოცდილება, მაგრამ გამოაძევა. ხო, მაგრამ აი ყოფილა რომ აი ოჯახში ვიღაცას დაემართა ეს კენჭი, მაგრამ მეორე წევრს არ დამარცხნია ეს კენჭი და რა უნდა გააკეთოს პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება. ხო, აი თუნდაც ეს ვინოცვას, რა ვიცი, რა გითხრათ. დიდი რაოდენობით ხო, ლოდი შეიძლება. რა საკურველია შეიძლება. შეიძლება. სხვა შორის ამ ლუდთან დაკავშირებით ის არის, რა ქვია, ინფექციური ისინი ხა იმათ შეიძლება არ მოეწონოთ ეს. ღორის ხორცი მაგალითად ქართველი ინფექციონისტები გრძალავდნენ ღორის ხორცის მიღებას ეგრეთ წოდებული ჰეპატიტების დროს. და გერმანელი ინფექციონისტები პირიქით ღორის ხორცის სოსის ურჩევდნენ როგორც დიეტურ საშუალებას, იმიტომ უფრო ადვილი მოცანილებელი იყო ღორის ხორცი ვიდრე სახორცის ხორცი. ანუ ბევრი რაღაცებია, რომელიც გაცათვალისწინებელია და აი ესე ცალსახად კატეგორიულად რაღაცის მტკიცება ალბათ არ ვერ იტყვით ასე. ხო, ეხლა ყოფილა სიტუაცია, რომ პაციენტი არის, ვთქვათ, შემოსული ცოლთან ერთად დაუშვა და ცოლი თვალებს აბრიალებს, რომ ის არ უთხრაო, სასმელი არ უთხრაო და როგორც კი სასმელს ახსენებდა, თვალების ბრიალს იწყებს და ასაკურველია ხდები და ამას ცვლი უკვე, რომ სასმელი ალბათ უნდა შეიზღუდოს და აი ესე. გასაგებია. ხანდახან ამბობენ ხოლმე, რომ აი საირმის წყალი, იმის ბორჯომი მაღალი მინერალიზაცია აქვს და მაღალი შემცველობა სოდის ამ წყლებში, ჩვენ წყლებში, ჩვენ მინერალურ წყლებში და ისინი ძალიან კარგად შეიძლება გამოიყენო ამისთვის. აი ამ შარტკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ. და იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მოქმედებს ამაზე და ანთებად კომპონენტს აიღებს, რომელიც იქ ყოველთვის არსებობს. კენჭის არსებობისას არის ანთებადი პროცესი. ამიტომ აი ასეთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე უკიდურესობაში ვარდებიან ადამიანები, რომ წყლის მაგივრად მინერალურ წყალს ვამენ. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ვთქვათ 2 ლიტრი და 2 ლიტრანახევარი და 3 ლიტრი წყლის მაგივრად მინერალური წყლის მიღება არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ მინერალიზაცია ითვლება ორგანიზმში და ისედაც დარღვეულია და კიდევ უფრო აღრმავებ იმ ცვლილებებს, რომელიც არის. ამიტომ არის რაღაც ნიუანსები, რომელიც უნდა დაიცვა რა. გასაგებია და ბოლოს ბატონო გიორგი, ჩვენი საუბარი უკვე დასრულს უახლოვდება. ხომ არ დარჩა ისეთი საკითხი, რომელსაც ჩვენ არ შევხებივართ და თქვენ თვლით, რომ აუცილებელია მოსახლეობა მიცოდოს? არა, მე მიმაჩნია, რომ დღეს არის ყველანაირი საშუალება ქვეყანაში, რომ ამ დაავადების გამო მაგალითად ადამიანი არ წავიდეს სადღაც სამკურნალოდ, რაც სამწუხაროდ მარტო ამ შემთხვევაში კი არა, ძალიან ბევრ შემთხვევებში, რაც საქართველოში კეთდება და ძალიან აქტიურად კეთდება, მოგვმართავეთ ხოვნით, რომ თქვათ უცხოეთში უნდათ წასვლა ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ. მე ვფიქრობ, ეს არის არასწორი გზა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მარტივი წესებით, რომელსაც ექიმი სწორად მიგანიშნებს და სწორად აგიხსნის, შეიძლება განთავისუფლდე იმ პრობლემისგან, რასაც თქვათ შარტკენჭოვანი დაავადება გვია და სხვა შემთხვევებში სწორ გზაზე დაგაყენო კიდევ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, ძალიან დიდი მადლობა მოწოდებული ინფორმაციისთვის.